შენი კარმული მისია, რომ შენ უნდა აირეკლო შენს გარშემო მთელი სამყარო. თუ შენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ატარებენ ნიღბებს, შენი მისია, რომ ხალხს ეს ნიღაბი უნდა ჩამოხსნა და ამ ყველაფერს გააკეთებ შენი გულწრფელობით, შენი ბავშვურობით და სისუფთავით, რომელიც ბავშვობიდან გქონდა და მთელი ცხოვრება თან ატარებდი. შენი ცხოვრება არ არის მარტივი და არც იქნება მარტივი მომავალში. შენ მოგიწევს ძალიან რთული გზებით სიარული, ისეთი გზებით, სადაც არ არის გზა გაყვანილი და სადაც შენ მოგიწევს, რომ უფრო მეტად გაძლიერდე, გაიზარდო და იპოვო შენი რესურსები. ამ გზაზე შენ იპოვი შენში ძალიან დიდ ძალას და გახსნი ძალიან ბევრ ნიჭს და საბოლოოდ თუ შენ მოდიხარ სამყაროში, სადაც არის შეზღუდვები, სადაც არის რაღაც კონკრეტული პროგრამები, რომლებიც გადმოყვა წინაპრებისგან და შენი საგვარეულოდან, შენი მიზანია და შენი მისია, რომ ეს ყველაფერი გახსნა და მომავალ თაობას აღარ გადასცე ეს ყველაფერი. შენ უნდა მოიპოვო თავისუფლება და სხვა ადამიანებსაც მისცე ეს თავისუფლების განცდა, რომელსაც შენ მოიპოვებ. შენ გაქვს ორი ტიპის ძალა. პირველი არის შენი სინათლე, თითქოს ადამიანები ხედავენ თუ არა, რაღაც განსაკუთრებული შეგრძნება უჩნდება ჩვენს მიმართ, ასევე შეიძლება ვიზუალურადაც იყო ძალიან ლამაზი ადამიანი და ამითაც შთაბეჭდილებას ახდენდე სხვა ადამიანებზე, მაგრამ მთავარი არის შენი ენერგეტიკა, რომელიც არის ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან აქტიური და თითქოს ადამიანებისთვის ამ ენერგიას, რომელსაც შენ ფლობ, მოაქვს ძალიან დიდი სიმშვიდე და ამის პარალელურად მათ მოუწოდებს მოქმედებისკენ. თითქოს მოტივაციას აძლევ ადამიანებს და ენერგიით ავსებ. ასევე შესაძლოა გქონდეს ძალიან კარგი კავშირი შენს ქვეცნობიერთან და შენს არაცნობიერთან. მუდმივად იღებ შენ ინფორმაციას შენი სულის სიღრმიდან და ეს გეხმარება, რომ სხვა ადამიანებსაც გაუზიარო ეს ყველაფერი. ასევე შენ შესაძლოა ფლობდე ძალას, რომელიც ხვებისთვის არის რაღაცნაირად დენის დარტყმასავით და უეცარ გამოფხიზლებას იწვევს მათში და რის გამოც შესაძლოა ბევრ ადამიანს აღიზიანებდე და არ მოწონდე, რადგან შენ გაქვს ძალა ადამიანებს, რომლებსაც გქონიათ, რომ ძალიან მაგრები არიან და ძალიან ბევრს წარმოადგენენ, ერთი სიტყვა უთხრა რაღაც ისეთი, რომ მთელი თვითშეფასება დაუგდო. თუმცა შენი ეს ქმედება არავითარ შემთხვევაში არ არის სისასტიკე, ეს არის უბრალოდ სამართლიანობა და ეს ყველაფერი ატარებს რაღაც კარმულ ბექგრაუნდს თითქოს და შენი მისია სწორედ ეს არის, რომ რაღაცნაირად თითქოს კარმა უნდა აღასრულო სხვა ადამიანების. სამყარო გეუბნება, რომ თუ გინდა შენი ენერგია მაქსიმალურად გამოიყენო და მართო, მუდმივად გაწმიდე და გაასუფთავე შენი ენერგიები. არ მიცე საკუთარ თავისუფლება, რომ ჩაიკეტო სამყაროსგან. მუდმივად იყავი ღია და გახსნილი და ასევე ის საქმე შესაძლოა, რომელსაც შენ ახლა ასრულებ და რასაც ახლა აკეთებ, სწორედ შენი მისიის ნაწილია და შენ მიდიხარ სწორი გზით. და შენ ეს დავალება, რომელიც ახლა გაქვს მოგეცა შენი საგვარეულოდან და ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებ მათთვის და სწორედ ამიტომ ისინი ყოველთვის გიცავენ. უნდა იცოდე, რომ თუ დაგჭირდა დახმარება, ყოველთვის შეგიძლია მათ მიმართო. შენ გჭირდება მუდმივად შენი ენერგიის გაწმენდა და დაცვა. და შესაძლოა ახლა ვერაცნობიერებ ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად შენ ეს შეგიძლია. შენ შეგიძლია მაშინ ჩაკეტო და გახსნა შენი ენერგია, როცა შენ ეს გჭირდება და როცა უსაფრთხოდ იგრძნობ თავს. რადგან შენ გაქვს ამის ძალა.
სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა ამ გაშლის განმავლობაში, უფრო მეტი და საინტერესო ინფორმაციისთვის მომწერე პირად შეტყობინებებში და ჩაეწერე ინდივიდუალურ სესიებს. წარმატებებს გისურვებ!